დღეს მინდა წარმოგიდგინოთ სრული შემადგენლობით ჩვენი შტაბი. იცით რომ ჩვენი ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ბატონი სერგო ჩაჩიბაია არის ამჟამად უკანონო პატიმრობაში და ეს რა თქმა უნდა გადაწყვეტილება ჩვენი რომელიც მივიღეთ სწორედ იმით იყო განპირობებული რომ ყველას და განსაკუთრებით იმ რეპრესიულ რეჟიმს ზუგდიდში და სამეგრელოში უთხრათ რომ არც ერთ ჩვენს თანამებრძოლს არ მივატოვებთ და ჩვენი თანამებრძოლები გამოხსნილი იქნება იმ ტყვეობიდან, სხვა სიტყვას ვერ დავარქვევ, უკანონო პატიმრობიდან დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს და დაუბრუნდებიან საკუთარ საქმეს. დღეს რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ უკვე მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენი შტაბი მთლიანად მობილიზებულია და რა თქმა უნდა ოფისს სჭირდება ხელმძღვანელი. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ბატონი მერაბი ქვარაია. მინდა გითხრათ რომ დღეიდან ქართული ოცნების ზუგდიდის ოფისი სრული შემადგენლობით შეუდგება თავის საქმიანობას. მინდა მიმართო ყველა ადამიანს, ყველა თაობის და ყველა ასაკის ადამიანს, რომ ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს, ჩვენ ვჭირდებით ყველანი, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევცვლით რეალობას, შევცვლით რეჟიმს. სწორედ ერთობლივი თანადგომით გახდება შესაძლებელი ისიც, რომ ქალაქი, რომელიც დღეს არის ჩიხი, მალე გახდება ხიდი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის და ჩვენი ერთობლივი თანადგომით ჩვენ მალე ძალიან მალე ვიზეიმებთ ერთობლივ გამარჯვებას. კოალიცია ქართული ოცნება იზეიმებს ამ გამარჯვებას იზეიმებს სრულიად საქართველოს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.